დაიკო. ალი კირგიზი თქვენ ხართ? დილა მშვიდობისა მეგობრებო. გამარჯობა ძია. გამარჯობა. საუზმე მოამზადეთ? ფიქრობ გემრიელი იქნება. ციხის სასჯობია. ჩემი ჩაი სად არის? ორიც მომაზოდე. ეს ჩემი ჩაი. შენ თვითონ მოხვიდოდი ძმაოვალი. გულახდილად მითხარი. არა. თუმცა რატომ უნდა მოსულიყავი ომერთანაც არ მისულ ხარ? შენ მიხვედი? ესეც მართალია. რანაირი მეგობრები ვართ. ყველამ ერთმანეთი გავყიდეთ. ხოლოდ ომერი დარჩა სუფთა. ხოლოდ აქ ჩაწვდი ომერის მდგომარეობას. რა ვუქენით ომერს? ეს როგორ მოხდა? ასეთ ნაზირლებად როგორ ვიქეცით? მე კიდევ ხო სიყვარულის გამო გავაკეთე ეს, მაგრამ შენ თავიდან უნდა იწყებ ჟენგის. შენ არაფერი არ გაგიკეთებია შენი სიყვარულის გამო. ჩვენ სამნი ვიყავით. ერთად. გახსოვს? ერთად. რა თქმა უნდა მახსოვს. ვიყავით. გონია ვერ ვამჩნევდი ომერს როგორ უყურებდი ხოლმე. გონია ვერ ვხედავდი როგორ გშურდა მისი სიყვარულის გამო. ვერგირა არ გინდა. შენ ჩვენი მეგობრობა დაანგრია იმისთვის რომ ომერის ადგილი დაგეკავებინა. რა სერდარი? რისეიშანი. ისინი საერთოდ ვინ არიან? ვინ? შენ ჩვენ გაგვყიდე იმისთვის რომ მისი ადგილი დაგეკავებინა. ოდაი ახლა ომერის ადგილზე ხარ და ციხეში დალპები. წარმოგიდგენია, თურმე რამდენ რამეს მალავდი გულში ძმაოვალი. ცუდია რომ ეს მაშინ არ მითხარი როცა ჩემთან სამუშაოდ მოხვედი. შენ ხომ მამაცი ადამიანი ხარ. სამწუხაროა რომ ეს მაშინ არ თქვი როცა მთელი ფული დახარჯე და ჩემთან საწუწუნოდ მოხვედი. ჯენგის ტყუილად ლაპარაკობ. ყველაფერი შენგან დაიწყო. მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი ისევ შენი დამთავრდა. თამაში გადაწყვიტე და წააგე. წადი შენს კამერაში და სიკვდილს დაელოდე. ხედავ? აი ამ გისოსებს აქეთ. ვერას დროს გამოხვალ. ვერას დროს გამოხვალ. გასაგებია. შერაქენი ახალი უფროსი იშოვე. ეზელმა შეგიფარა ფრთის ქვეშ. ისე ეგ როგორ გამოვიდა შენ ხომ მას დასანახად ვერ იტანდი?
რა მოგცა ასეთი? რაზე გაიყიდე ძმაოვალი? ეგ შენ საყვარელ ცოლს კითხე. გასაგებია. გიყოფა. კომიციაზე შენს გაგწირავს. აი ნახავ, და შენ ჩემზე უარეს დღეში აღმოჩნდებიალი. რამის მოგიქცევს. საინტერესოა მაშინ რას იზამ. ისევ ჩემთან გამოიქცევი. შენ უკვე მოგიშორე თავიდან ჯენგის. ყვილად ფიქრობდი, რომ შენგან კიდევ გამოვიდოდა რამე. ახლა ვხედავ, რომ ჯენგის ზადაის საქმე დამთავრებულია. დამთავრებული. მართალი ხარ. უჩემოდ ერთი თვეს ვერ გაძლევალი. დეფო. ამბობენ შიმშილი გონებას ბინდავსო. ახლა როცა უკვე დავნაყრდით, საქმეზე ვილაპარაკოთ. ამათთან უკვე განიხილე ყველაფერი. თუ ბაჰარმა უკვე უთხრა ყველაფერი თავის დას, ალი ხალხს მოაგროვებს და ჩემზე ნადირობას დაიწყებს. ალის ხალხი არაფერს არ ნიშნავს, ადრე თუ გვიან ისინი ჩემს ხელში აღმოჩნდებიან. გოგოზე რას ფიქრობ? ეიშანზე? სასტუმროსთან დაკავშირებით ყველაფერი უკვე გაკეთებულია. ბანკის დირექტორს ველაპარაკე, ჩემს მითითებებს ელოდება. ერთი ზარი და ყველაფერს დაკარგავენ. აბა რას ელოდები? ბაჰარზია. როგორღაც უნდა გამოვიყვანო ბაჰარი თამაშიდან. ჯერ არ ვიცი თუ უთხრა თუ არა თავის დას სიმართლე. ეზელ ყველა წავიდეს, მე და შენ პირისპირ უნდა დავილაპარაკოთ. შენი ჯეკი. შენი დეფო. შენი. არა, ალი არ წამოეგო ჯენგიზის ანგესზე. დეფო, ეშმაკმა დაგწყევლოს დეფო. ახლა კი ნამდვილად ვეღარ გადამირჩები. ვეღარ გადამირჩები ცოცხალი. სელიმ. ჩვენს ადგილზე მოდი. შვილო, სულ მალე ვიღაც გააღვივებს ნაპერწკალს და ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვევა. ჩვენ ხომ ყოველთვის ამ დღეში ვართ. ყოველთვის უბსკრულის პირას სარდგავართ. ახლა რა შეიცვალა? საქმე ეგარ არის, შვილო, საქმე ისაა, რომ ქარი ახლა სხვა მხრიდან უბერავს. დედა შენს რომ უამბე სიმართლე, ეს კიდევ არაფერია, მაგრამ ბაჰარი ეს სხვა. ბაჰარი მათ სიმართლეს ეტყვის შენ შესახებ. და თუ ისინი ეჭვს აიღებენ, შენს ცეცხლში დაიწვევი. დამიჯერე შვილო. დამიჯერე. ზია, ცოტა დრო კიდევ გვაქვს. მე უკვე 50 წელია ამ სიტუაციაში ვცხოვრობ. მე გავარბოდი და ომს ვიწყებდი. მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი თავის გადარჩენას. გირჩევ ამჯერად მე დამიჯერო. მე მზად ვარ ბრძოლისთვის. ოღონდ მანამდე ბაჰარი უნდა გავარიდო ამ ხანძარს. ყველა მხრიდან დაიღრება სისხლი. ვიღაცებს ძალიან უნდათ რომ კუთხეში მიგემწყდიო.
განკარგულებას თუ არ გასცემ, ისინი შემოვლენ თამაშში. და მაშინ ისინი გადაგწონიან. ისინი გაგვანადგურებენ. მოიცადე, ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის. წაიღე ყველაფერი. იძიე მათზე შური და წადი აქედან. თუ არა და მერე გვიან იქნება. ჩემო ბიჭო, გეუბნებოდით რომ მოვა მეთქი. და აი მოვიდა. აიღე პისტოლეტი და მოკალი ალი. მიდი. ეზელ, დიდი ხნის წინ, როცა შენ ჯერ სულ ახალგაზრდა იყავი, გეუბნებოდი შურის ძიებაში საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარება მეთქი. ახლა გეუბნები, რომ საფრთხეში ხარ. თუ პირველი შენ არ დაარტყამ, შურის ძიება აღარ იქნება. იმოქმედე. სად მივდივართ ძე? წადი მეგობარო. დღეს რაღაც მშვიდად ვერ ვარ. წადი და ვნახოთ რამე გამოჩნდება. ნისლი ფანტება. ნელ-ნელა ვიწყებთ მტრების დანახვას. დევპიკ. Ლად ესეთი სისუფთავის მოყვარულიც არ ხარ. მეც კი არ ზევარ ხოლმე ამდენ ხანს აბაზანაში. დევპიკ. ნუ მაშინე. მიპასუხე მაინც. გეფიცები იცო და შემოვალ. სამამდე ვითვლი. 1 2 3 რას ფიქრობ რა მოხდება? ბაჰარი ეთყვის ეიშანს. მე მგონია რომ არ ეტყვის. მას უყვარს ეზელი. შენი აზრით თუ კი უყვარს უფლებას მისცემს ეზელს რომ ისი დამოკლას? არა საყვარელო. ეზელი მისდას არ მოკლავს. უარეს უზამს. შენ რომ გწოდნო და ასეთი რამ არ ეტყოდი შენს დას. თუ კი მომატყუებდა? თუ ჩემს საყვარელ კაცთან ერთად წავასწრებდი, ძალიან გავბრაზდებოდი. შენ მიგაჩნდა ის შენ საყვარელ კაცად, მაგრამ სინამდვილეში შენი დის საყვარელი კაცი აღმოჩნდა. შენ გაიგე რომ ის შური საძიებლად დაბრუნდა, გაჩუმდებოდი? არაფერს არ გააკეთებდი? მიპასუხე. რთული შეკითხვაა. ალბათ სიმართლეს ვეტყოდი. მე რე სიყვარული? ოჯახი ხომ უფრო მნიშვნელოვანია. ასე არ არის? სანამ პოლიციაში მუშაობდი, ხშირად გვესმოდა რამიზის სახელი. რა თქმა უნდა, მაშინ ჯერ ახლები ვიყავით ყველანი. მეგონა ერთხელაც დავიჭერ მეთქი. მაშინ ეს არ შეგეძლოთ, რადგან მეტისმეტად ძლიერი მოწინააღმდეგე იყო კამელ. ახლა ყველანი ერთ მხარეს ვართ და ისევ არ შეგიძლია მის გაკეთება. მე მის მხარეს არ ვარ ეზელ. მაგრამ ჯერ კიდევ იმ დროს ძია ყოველთვის ასწრებდა მტერს ერთი ნაბიჯით. მან გასროლამდე იცის, საით წავატყვია. ანუ შენს ფიქრობ, რომ მას უნდა დაუჯერო?
არა, მაგრამ ახლა თუ არ დაასრულებ შენს დაწყებულ საქმეს, მაშინ უკან დახევა მოგიწევს. უსაფრთხო ადგილას წაგიყვანთ. ცოტა ხნით. კამილ, მომბეზრდა ეს თამაში. მომბეზრდა სიცრუე და სივერაგე. მომბეზრდა რომ მუდმივად ყველაზე ჭკვიანი უნდა ვიყო. მუდმივად მიწევს იმის განჭრეტა რა შეიძლება მოხდეს. მომბეზრდა ყველა სიტყვაში დაფარული აზრის ძებნა. ხო, მაგრამ ეს შენი გეგმა ეზო. ხო, ჩემი გეგმა, მაგრამ დღეს თამაშგარე მდგომარეობაში ვარ. არაფერს არ გეგმავ. ჯერ ბაჰარისგან ველოდები ამბებს. რაც შეიძლება ბევრი ხალხი შეკრიბე და ჩემს სახლთან გამოუშვი. სელიმ, ტეფოსთან სიტყვა არ დაგწდეს. რატომ? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? გეუბნები ეს სიურპრიზია მეთქი. ეს რა არის? შენ მოხვედი. დაბრუნდი. რა მოხდა? ეზელმა გაწყენინა? მითხარი. რა მოხდა? ეზელი არაფერ შუაშია, ეს შენ გეხება ალი. მე არაფერი არ დამიშავებია, უბრალოდ გელოდებოდი. ალი, ეს ჩვენი ბოლო საუბარია. რა მოხდა? რას ამბობ ბახარ? რას ამბობ? ალი, მინდა რაღაც გკითხო, ოღონდ გულახდილად უნდა მიპასუხო. კითხე, რა თქმა უნდა, მკითხე. კითხე. ომერის ამბავი მიამბე. მე გვინ გითხრა. ჩემ მადამ. ჩემი დანახვა აღარ გინდა. კარგი. ჩემო გოგონა, ჯერ არ გისაუზმია. ოდა, იმეც დამეკარგა მადა. შეხედე. ტოსტი და პორტოხლის წვენი მოგიტანე. ეშან ეს ყვავილებიც შენთვის იქ დადგი მამა მერე შევჭამ. ბაჰარიც არ მინახავს. როგორც ჩანს, ადრე წავიდა. გიჩხუბეთ? ეიშ, კარგი რა შვილო. რა თქმა უნდა, ზოგჯერ გაბრაზებ ხოლმე. ხო, ჩემ გამო მუდმივად უსიამოვნებები გაქვს. ვაღიარებ რომ ასეა. მაგრამ განა კარგი არაფერი მაქვს. განა შენ არ გაგიწიე მამობა ეიშან. რა, არაფერს აღარ მომიყვები? არაფერს? მამას არაფერს არ ეტყვი? არ მოგიყვები. აბავის მოუყვები. ვინ უნდა გაიზიაროს შენი ფიქრები? შეგიძლია იყვირო გაბრაზდე, მაგრამ მე აქ ვარ. მე მამა შენი ვარ ეიშან. ვინა მოგიდგება მხარში? თუ არა მე, ვინ იქნება შენი საყრდენი? მე შენ არასოდეს არ მეგატოვებ ეიშან. არასოდეს. ბაჰარს გამოვუწყდი. სიმართლე ვუთხარი ომერზე. ეს როგორ გააკეთე ეიშან? ახლა სხვებსაც რომ უთხრას? ნოგეშინია, შენზე არაფერი მithქვამს. ისიც კმარა, რაც მე ჩავიდინე, არ არის საჭირო, რომ შენ გამოცრუცხოენოდეს. ტყუილა და არ უამბე ჩემ შესახებ. ჯობდა ჩემ გამო შერწმენოდა. შენ გამო რატომ უნდა რწმენოდეს? შენი სიკვდილს გადაარჩინე ეიშან. მოდი ჩემთან, ჩემო, მზე თუ ნახაო.
კიდევ გრცხვენი არა? რა არის ასე რცხვილო? შენ საკუთარი თავი ჩაიგდე საფრთხეში. ბაჰარმა უნდა იამაყოს შენი. უნდა იამაყოს შვილო. ძალიან გაბრაზდა მამა. ძალიან იდარდა მთელი ღამე ტიროდა ჩემ გამო. სადარდებელი არაფერი აქვს. დაწყნარდეს. მერე იამაყებს კიდეც თავის დიდ. არ ღირდა ამის მოყოლა. მაგრამ რას ვიზამთ? ასე გამოვიდა. ჩემო გოგონა, ჩემო მზე თუ ნახავო. ეს პირველი იყო შენთვის. მერე ეჩვევი კაცის კლასს, როგორც კინოში, არა? მე კარგად ვასრულებ ჩემს სამუშაოს. ეს შენთვის სამუშაოა? არა. მოკულის უნარი. ეს არის ჩემი სამუშაო. როცა მოწინააღმდეგე ხედავს რა ადვილად შეგიძლია რომ მოკლა მერე, მოკლა აღარ არის ხოლმე საჭირო. ხდები მაინც რა საშინელებას ლაპარაკობ. განა ომერი შენი მეგობარი არ იყო? ომერი ჩემი ძმა იყო. როგორ გააკეთა ეს? არ მასმის. რას ფიქრობ, ბაჰარ? გონია მე არ მინდა უკან დავბრუნდე იმ დროში. გონია არ მინდა უკან დავბრუნდე და ჩვენი სამეული დავხოცო. როგორ გონია, ბაჰარ? გონია არ მინდა ომერის სიკვდილის გამო საკუთარ თავზეც კი შური ვიძიო. ო, მაგრამ თქვენი იმდენი ხნით ჩააგდეთ ციხეში. თუ კი აზრზე მოხვედი, რატომ დატოვე ის ციხეში დასალპობად? შენ ისეთი საშინელი საქციელი ჩაიდინე. როგორ შეგეძლო ამ ფიქრით ცხოვრება? არ მესმის. როგორ უნდა იცოცხლოს ადამიანმა ასეთი რაღაცის შემდეგ? რა უნდა გითხრა? რაღაც ლამაზი და რომანტიული სიტყვები? არ შემიძლია. მე არ ვფიქრობ ამაზე. და როცა მახსენდება ვცდილობ მაშინვე თავიდან მოვიშორო. იცოდებოდა. ის ალბათ ყოველდღე ელოდებოდა რომ აზრზე მოხვიდოდით. ყოველდღე იმ იმედით იღვიძებდა რომ გაიხსენებდით მას. გელოდებოდათ სანამ მოკვდებოდა. ომერი არ მომკვდარა. ეს რას ნიშნავს? ის ყოველდილას მელაპარაკება. აგზის ამ სკამზე. მე ვეუბნები, გაჩვენდი მეთქი. ვცდილობ თავიდან ამოვიგდო მასზე ფიქრი. ის კი იღიმება. შენ? გენატრება ომერი. როგორ არ უნდა მენატრებოდეს, ბაჰარ? ომერი ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო. მოიცადე, რას აპირებ? გადაწყვეტილება უნდა მივიღო. არც ისე მარტივი გადაწყვეტილება. მოიცადე, რა გადაწყვეტილება? უნდა გადავწყვიტო, გაპატიოთ თუ არა ის, რაც ჩაიდინეთ ალი. გამიშვი. მოიცადე, ასე არ შეიძლება. სად მიდიხარ? სად? ალი, გამიშვი. შეიძლება გადავწყვიტო, რომ უნდა დაისაჯოთ ამისთვის და გაგცეთ. რას ამბობ? ან ომერს უფლებას მივცემ, რომ შური იძიოს თქვენზე. ამ შემთხვევაში რას იზამთ? ძალით დამიჭერთ? იქნებ მომკლა კიდეც, ალი. მე შენ ვერ გაწყენინებ, ბაჰარ. როგორ შემიძლია ამის გაკეთება? რა თქმა უნდა, არ შეგიძლია. შენ ხომ გიყვარ ვარ. ალბათ იმაზე ნაკლებად არა, ვიდრე ომერი გიყვარდა, არა? ეზელთან მიდიხარ? არ წახვიდე იქ. არ წახვიდე. რატომ? დაგავიწყდა როგორ მოგექცა. შენთან დავრჩე? დავივიწყო, რაც შენ გააკეთე. ის რაღაცას გეგმავ შენ ზურგს უკან. საშიში კაცია. ის არ არის საშიში, ალი. საშიშები ჩვენ ვართ, ჩვენ. kadar რატომ დარდობასე? iş bitiyor diye mi? იმიტომ რომ სამუშაო დასრულდა?
ნუ იტყუები. ალის გამო ხარ ასე. შენც სხვა მხრიდან შეხედე ამას. როცა ყველაფერი მორჩება, შეძლებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. შეძლებ რომ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდე. მე არავინ არ მყავს. რას ამბობ? აბა ეზელი? კამილი მე? ჩვენ ვინ ვართ? ვიცი. მაგრამ თქვენ არ გჭირდებით, ალის კი ვჭირდები. შენ რომ დაგიჯეროს კაცმა იფიქრებს, რომ ალი ეზელზე მეტად გიყვარს. ეგ არ არის მთავარი. საქმე ისაა, რომ ალის უფრო უყვარვარ ვიდრე ეზელს. მან თავისი სიცოცხლე მე მომანდო. მესმის შენი, სინდისი გაწუხებს. მაგრამ მან დაიმსახურა ეს. სხვა მხრიდან შეხედე ყველაფერს. ოდეს მე გიფიქრია იმაზე, რომ ეს სამსახური მიგეტოვებინა. იქნება არ შეგიძლია ამ ყველაფრის მიტოვება და წასვლა. შენ გონია ეს ჩემთვის სამუშაოა? ასე არ არის. მე ეზელს სიტყვა მივეცი. რამდენჯერად შევხედავ, გული მტკივა მის გამო. მას საშინლად მოექცნენ. ხო, მაგრამ თუ არ გაჩერდები ეს დაგყუბავს. რა სისულელია? ჩაივლის ეს ყველაფერი. იქნებოდეს მე ჩემთანაც მოხდეს რამე კარგი. მაგალითად, მზე ამოვიდეს. ეს შესაძლებელია. რა სიტყვი? არ ვიცი. ალბათ შესაძლებელია. რა კაი გოგოა, აი ეს უნდა იყოს მთავარ როლში, არ შევეცი მე ის შანს. გისმენს მოვალი. სად ხარ ტეფო? რაღაც საქმეები მქონდა. რა საქმეები? რა საქმეები? კარგი საქმეები. მე უფრო კარგი საქმეები მაქვს. მოდი ჩემთან, გელოდები. ისინი ვინც ციხიდან იძლეოდნენ ბრძანებებს, გარეთ გამოვიდნენ. სად მივდივართ? კარცერში. გუშინ დირექტორმა წაგასწრო სამზარეულოში წესრიგს რომ არღვევდი. კი, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით? შეთანხმდნენ. მართალს გეუბნებით, ყველაფერზე შევთანხმდით. ასეთ პატარა სივრცეში ყოფნა არ შემიძლია. სარკმელი მაინც არ დახუროთ. გთხოვთ. ყველაფერი ერთ ზარზეა დამოკიდებული. ისინი ვინც ერთ მხარეს არიან, ერთმანეთს ეხიდებიან. თანამებრძოლები. მაშინაც კი, როცა მათ შორის განხეთქილებაა, ადრე თუ გვიან ისევ პოულობენ საერთო ენას. დარეკე. ომის დაწყებამდე ყველა იპოვის თავის ადგილს. ყველა ერთის გარდა. იმის გარდა, ვინც ბრძოლის შუაგულში აღმოჩნდა და ყველაფერი იცის. ყველაფერი მისგან დაიწყო და მისით დამთავრდება.
დეფო, მეგობარო, როგორ ხარ? არც ისე კარგად. შენი აზრით როგორ უნდა ვიყო? დეფო. აბა გამოიცანი დღეს რა გავიგე. წამოდი გაჩვენებ, წამოდი. ამოირჩიე. დიდი მადლობა, უკვე მაქვს. ამ დავალებისთვის არა, ამოირჩიე. ერთადერთხელ ვთხოვე ეზელს დახმარება. ბაჰართან დაკავშირებით. მას წასვლა უნდოდა, მაგრამ ეზელმა დააბრუნა. მე მას დახმარება ვთხოვე. მან კი რა გააკეთა? დააბრუნა. დააბრუნა. მაგრამ თან მეც დამაბრუნა ღრუბლებიდან მიწაზე. რა მოხდა? ნუ მაწყვეტინებ. მე არ ვიცი რა გააკეთა და რა იცის ჩემზე, მაგრამ ვიცი რომ ბაჰარს ჩემი დანახვა აღარ უნდა. აი რა გავიგე დღეს. რატომ? მეაჩნია რომ ურჩხული ვარ. დაში უნდა დავუკრათ ეზელს. მაინც მიაღწია თავისას. ნამდვილად მილოცვის ღირსია. იცი დღეს რა გავიგე, ტეფო? როცა საყვარელი ქალი ისე გიყურებს, როგორც უკანასკნელ ნაზირალას, მზად ხარ ყველა ზღვარს გადახვიდე. ტეფო, დღეს მე და შენ ეზელს მოვკლავთ. ეგ ხომ უკვე ვცადეთ, შენ ვერ მიხვდი. ჩვენები მხოლოდ დაზღვევას გაგვიგეთებენ. მე და შენ თვითონ მოვკლავთ ეზელს. როგორ? მისივე მეთოდით. მის სუსტ ადგილს გამოვიყენებთ. იქ ჩავუსაფრთხდებით, სადაც მარტო იქნება. გასაგებია. როგორ ხარ? არ ვიცი. უნდა ვილაპარაკოთ. მიიღე გადაწყვეტილება. ჯერ მინდა შენ დაგელაპარაკო. კარგი. სად ხარ? მოვალ. არა, ჯობია სადმე განმარტოებით შევხვდეთ. Neresi? საათ? Bir saniye. ერთი წუთით. Pardon. მაბადიეთ. კალამი და ფურცელი მომეწით. მადლობ. ვიწერ. Hangi köprü? რომელ ხიდთან? Tamam bulurum. კარგი, ვიპოვი. როგორც ამბობდი ისეა. ეზელს ხვდება. გავარკვევ სად და დაგირეკავ. ვიწყებთ, ტეფო. ჩემ გვერდით იყავი, ტეფო. დღეს მხოლოდ შენ გენდობი, ძმაო. გასაღები. იქნებ ჯობს მეც სამოვიდე. გასაღები კამილ. ასეთი შეწუხებული ნუ ხარ, ისეთი არაფერი ხდება. შებნამ. პიცა შევუკვეთოთ? შევუკვეთოთ. როგორი პიცა გინდა? თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. მესმის შენი ხმა. ვიცი რომ კართან დგა ხარ. მომისმინე, რაღაცას გეტყვი.
სარკმელი მაინც დატოვიღია. კარი დაკეტილია. ეს კანონის დარღვევა არ არის. Kim öldürdü? ვინ მოგლარედ ჯეფ ბარკალი? ალი კირგიზმა. ჩემი ბავშვობის მეგობარმა. Teşekkürler. დიდი მადლობა. Ramiz Karayski. რამის გაраისკი საიდან იცნობ? რამის გაраისკის უნდა, რომ ერთი ბიჭის გამო შური იძიოს. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ამბობს. ვინ არის ეს ბიჭი? ჯერ შენს დამეხმარე. გასაგებია, რომ გავლენიანი ტიპი ხარ და ჩემგან ინფორმაცია გჭირდება. ყველაფერს მოგიყვები, ყველა შეკითხვაზე გიპასუხებ, მაგრამ მანამდე შენს უნდა დამეხმარო. გასაგებია. Ne? პრითი. აქედან გამიყვანე. მათ ჩვენ ერთი რა გაქვს აქ? თამაშები? Yok abi. არა ძმაო. Yapılan şöyle vuruşlar. სროლები არ გაქვს? Girmeden idman. გავივარჯიშებდი ნამდვილი სროლების წინ. Ne lan bu? ასეთი დაძაბული რატომ ხარ? Gergin olmayayım mı abi? აბა როგორ უნდა ვიყო ძმაო? ადამიანის მოსაკლავად მივდივართ. თანაც ის ხომ უცხო არ არის. Öylesi daha. ასე უფრო საინტერესოა. Dur. გაჩერე. Geldik. მოვედით. Alın arabaları. მანქანები გაიყვანეთ. Bahar ne olacak? ბაჰარს რას უპირებ? Pardon. მაბადიეთ, ვერ დამეხმარებით? ერთი წუთით. გამარჯობა, ჩემს კოლეგას არც ძალია დაგეხმაროთ. ხომ არ იცით აქ როგორ მივიდე? ამ ადგილს უკვე გამოსდით. უკან უნდა დაბრუნდეთ. პირველივე შესახვევია. დიდი მადლობა. ხელსაწმენდი ხომ არ გაქვთ? ახლა ვემნახა. Buyurun. ინებით. უცნაურია. რა ხდება? ეს რა არის? Nasıl? ეს რა არის? მოიცადეთ. İki köşeyi de ორივე მხარე გადავკეტეთ. içerisi. ვერავინ ვერ მოვა აქ. ეს რა არის? Bunlar ne? ნაგვის პარკებია. Çöp poşeti. Ezeli ეზელის შესაფუთად. Geliyor. მოდის. Ben de öbür tarafa geçeyim. წავალ მათ მივხედავ, საქმე არ გააფუჭონ. Sen benle. ჩემთან დარჩი. Benle. შენ ჩემთან დარჩები, ტეფო. Nasıl buldun? რა კარგია რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ადრე პალტოს მაცმევდი. Ceket ახლა კი ძმობილები ვართ. hanım. Kardeşim oldu. ძმობილები, ტეფო. Evet abi. Defol ძმაო, şu an. ტეფო ძმაო. Bu benim ეს ჩემი უკანასკნელი ტყვია. Yok abi. არა, Bizim için son. ჩვენი უკანასკნელი ტყვიები ჩვენვე დაგხოცავს. Hilal.
ეგ კარგად თქვი. ილაფლენ. როდიდან გახდი ასეთი ჭკვიანი? რა მაგარი ნათქვა მიატეფო, რა მაგარი რამე თქვი არა? ილაფლარი შეკილარი. ძალიან მაგარი. Senden öğrendim ustam. შენგან ვისწავლე. Onu de bana tefo. რა კარგად თქვი ტეფო. Bana onu de. მოდი მოვრჩეთ ამას. Hadi bitirelim. მოვრჩეთ. Ben geldim şimdi. უკვე მოვედი, გელოდები. ეზელ, უცნაური რაღაც მოხდა. Ne oldu? რა მოხდა? გაჩერდი გზა რომ მეკითხა და უცებ საბურავი დამეშვა. ახლა მიცლიან, ცოტა შემაგვიანდება. Nasıl lastik? მაინც როგორ მოხდა ეს? Bilmiyorum ya. არ ვიცი, არ მინდა ვინმეს დავაბრალო, მაგრამ მგონი საბურავი სპეციალურად გაჭრეს. 10 წუთში მანდ ვიქნები. Yok canım. არა, საყვარელო, ნუ ვერ მოხვალ. Ben arayacağım. მოგვიანები დაგირეკავ. Ezel konuşmamız. ეზელ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. Kapatıyorum. უნდა წავიდე, მოგვიანები დაგირეკავ, კარგი? ალი მარწუხი. Var mı? არ გინდა რამე მითხრა? Ben de უკვე გითხარი. bir daha თუ o მიზანში silahları ყავარ ამოღებული მესროლე. kullanman gerek dedim. რაღაც უცნაური. Ezel. ეზელ, Gözümde თვალებზე გატყობ რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. başka. ამას შენ ხვდები. Evet. ო, Sanki Goni ez dasasrულია. gelmişiz gibi değil mi? Ne saklıyorsun? რას მიმალავ ეზელ? Öyle bir şey var ki თელი ღამე რომ გაწამო, bütün gece მაინც არ იტყვი ხომ ასეა? söylemez. გეტყვი ალი, მაგრამ ჯერ არ მოსულა ამის დრო. Öleceğim lan. შენ ახლა მოკვდები, მერე როდის გამეტყვი? Sonra. მერე Ne yapmış? რა გიქნეს ასეთი? Sana öyle bir რატომ ხარ ასეთი უცნაური? bir garip olmuşsun. მართლა არ გეშინია სიკვდილის, რატომ? Cidden korktum. რატომ მიპასუხე? Niye? რატომ მეთქი? Çünkü იმიტომ რომ ეს პირველად არ ხდება ალი. hani insanı ისი ხდება ხოლმე რომ რაღაცის ფიქრი აგეკვიატება და ვერაფრით ვეღარ იშორებ თავიდან. çıkaramaz. ასე მჭირ შენთან დაკავშირებითაც. İşte öyle bir şey. მე istedim შენ bana. გიცნობ ეზელ, Tanıyorum ben. seni. გიცნობ. Ne saklıyorsun? რას მიმალავ ეზელ? Kimsin? ვინ ხარ? Dikkatli. ყურადღებით დამაკვირდი. Arkanı dön. შეტრიალდი. Arkanı dön. შეტრიალდი. Son ses. შენი ბოლო სიტყვა. ბაჰარი ისევ ავადაა. Tedavi მოკვდება თუ olmazsa- არ იმკურნალებს. Tedaviye აიძულე başlamasın რომ sana. იმკურნალოს. Biliyorum. ვიცი ვცადე ამის გაკეთება, მაგრამ ის მხოლოდ შენ გიჯერებს. Biliyor kız. Son უთხარი რომ ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნა იყო და დაგიჯერებს. yapamıyorum. არ შემიძლია. მე თვითონ არ შემიძლია.
დეფო, ჩიკარტა ვაჯარი. ამოიღე პისტოლეტი. ამოიღე პისტოლეტი მეთქი. თავში დაუმიზნე. ესროლე. ძმო, დეფო. მიდი მაჩვენე, ვის მხარეს ხარ. მიდი მაჩვენე. მაჩვენე. ოცდამერვე სერია, განდევნილი. არ შემიძლია, ამას ვერ ვიზამ. დეფო, პისტოლეტი ამოიღე. პისტოლეტი ამოიღე მეთქი. თავში დაუმიზნე. ესროლე. ძმო, დეფო. ვის მხარეზე ხარ? მაჩვენე, მიდი. მიდი. მაჩვენე. მოიცადე. ზურგიდან ნომესვრი. სახით მოვბრუნდები. ნელა მოვრუნდე. ნელა. ესროლე, დეფო. დრო ეზელის ეპოქას წერტილი დაისვას. დრო ამისი ტირანია შეწყდეს, დეფო. მე და შენ კი. მე და შენ ჩვენი გზით წავალთ. მიდი. Teofik. Drova.
Tevfik, არ მომეკაროთ. გეფიცებით მოვკლავ. არ მომეკაროთ. Tefo. ძმა მოგეხვეწები გაჩუმდი. როგორ გენდობოდი? გაჩუმდი მეთქი. შენ გამომზად ვიყავი მთელ მსოფლიოს შებრძოლებოდი. კრინტი არ დაძრათ. სელიმ. მოვკლავ. სელიმ იცოდე მოვკლავ. ვერ შეძლებ ტეფო. ვაზნები არის, მაგრამ პისტოლეტია გაუმართავი. შენ აქ იმისთვის არ ხარ, რომ მე მომკლა. ეს მახე ჩემთვის კი არა, მისთვის იყო. მისთვის. გათვლა შეგეშალა ეზელ. შენ მე ყველა წამართვი ვინც მიყვარდა. ბაჰარი წამართვი. ტეფო წამართვი. ხოლოდ ისინი არ მიყვარდა. თუ კი იმ ყველაფერს წამართვევ, რაც მიყვარს. რაღა დარჩება ჩემგან ეზელ. ალი მარწუხი. Tevfik სასუზემ. არ ვიცი. თქვენთან როგორ ექცევიან მოღალატეებს? გამოვიშვი. და ყველაფერს მოგიყვები, რაც გაინტერესებს. ნუ შეწუხდები. ტევფიკი თვითონ მომიყვება. თვითონ. არ მოგიყვება. მართალი ხარ. თუ არ მომიყვება, ჩემს მარწუხებს ერთ დღეზე მეთხანს ვერ გაუძლებს. ასე რომ თუ კი რამე გაქვს სათქმელი, აზრი მოიკრიბე და ხვალამდე მაცნობე. გასაგებია? ყველაფერი დავქვი. ყველაფერი მომიყევი. სიტყვა სიტყვით. გასაგებია? მორჩა? ყველაფერი დამთავრდა? არც ისეთი საშინელება ყოფილა. რამდენი დღე ვიჯექი იქ? 7? 8 საათი? 1 საათი. მართლა? ჩემი კამერა აქ არ არის. რა ხდება? რას აკეთებთ? რას აკეთებთ? რატომ? რას აკეთებთ? რატომ გააკეთეთ ეს? რა არის? 12? რატომ 12? რატომ გააკეთეთ ეს? სამახსოვროა.
ეზელ ბაირაქტარ. მინდა დავწმუნდე რომ წასული ხარ. მინდა დავწმუნდე. ალი? ეზელ. ეზელ რა მოხდა? მითხარი. ხომ გითხარი არ მოხვიდე მეთქი ბაჰარ. სიმართლე მითხარი. ეს ალიმ გააკეთა? ჩემ გამო? ბაჰარ, მე არაფერს არ გეუბნებოდი, იმიტომ რომ არ მინდოდა ამ საქმეში გამერიე. გეხვეწები, შორს იყავი ჩემგან. ეზელ ამას შენ ვერ გადაწყვეტ ჩემ მაგივრად. მე შენი სათამაშო არ ვარ. შენ პირდი სიმართლეს გეტყვიო და მითხარი. ეს ალიმ გააკეთა? გაიგო ვინ ხარ? ეს რომ გაეგო გონი აქ დამტოვებდა ბაჰარ. ჩვენ რას გვიპირებ? ვის თქვენ? შენ არა ბაჰარ, იმათ. საკუთარ თავს და ჩემ დას ვგულისხმობდი. ასეთი სიძულვილი არასდროს მქონია მის მიმართ, მაგრამ რაც არ უნდა დამიშაოს, ჩვენ მაინც მუდამ ერთად ვიქნებით. იძიებ ჩვენზე შურს. შენ როგორ ფიქრობ? ჩემს დას ვერ დაგითმო. ის არ არის დამნაშავე. შენ არაფერი იცი. ისინი არიან ნამდვილი დამნაშავეები. მათ მიხედე. ბაჰარ, რა გულუბრყვილო ხარ, პატარა ბავშვით. არა ეზელ. ჩემი და არ არის დამნაშავე. მეც დიდხანს ვარწმუნებდი საკუთარ თავს ამაში. ეს ხომ ეიშანია, ჩემი ეიშანი, ის აუცილებლად მოვა მეთქი. დავინახავ თუ არა, ყველა ეჭვი გამიქრება მეთქი. ასე არ არის. სასწაულს ველოდებოდი. მეგონა რომ ის უდანაშაულო აღმოჩნდებოდა. მეგონა რომ ისევ უყვარდი და მელოდებოდა. ასე რომ მომხდარიყო? როგორ ჩვენ ამბობ? მერე? ასე არ არის. და თუ ასეა? თუ მიზეზი სხვა იყო? თუ კი დამნაშავე სხვა ადამიანია? თუ კი ეიშანი არ არის დამნაშავე? რა სიზამ ასე რომ აღმოჩნდეს? საიდან უნდა ვიცოდე ბაჰარ? იცი. რა სიზამ მაშინ? შენ იცი. რატომ ეკითხები? მითხარი. სიმართლე მითხარი. ახლა თუ კი შენი დამნაშავე არ არის, ჩავეხუტებოდი. ჩავეხუტებოდი. შენ ეგ უკვე ისედაც გააკეთე. ისე ჩავეხუტებოდი როგორც ომერი ბაჰარ. თითქოს ამდენი წელი არც გასულა. ისევ მასთან იქნები. დამნაშავეები? მათ რას უზამ? შურს ვიძიებ მათზე ჩემი და ეიშანის გამო. შურს ვიძიებ ამ ურჩხულზე. ბაჰარ. დიდი მადლობა სიმართლისთვის.
ზემოთ ვილაპარაკოთ, ზია. თქვენ აქ დაგველოდეთ. ახლა რაღა მოხდა? არაფერი. რაღაც მოხდა, კამილ. რაღაც ცუდი ამბავი, არა? თქვი, ტევფიკი. რა მოუვიდა ტევფიკს? ალემ სიმართლე გაიგო და დაიჭირა. ო, მაგრამ ეზელი ყველაფერს მოაგვარებს, ხომ ასეა? ის გამოიხსნის, არა? ასე მარტივად არ არის საქმე, შებნემ. შებნემ, სადმე დიხარ? ჩვენ გვითხრეს აქ დაიცადეთო. ეს ჩემი შეცდომა იყო. რაღაც ხდებოდა ჩემს ხვირწინ და ვერ ხვდებოდი. მოიცადე, შვილო, მოიცადე. ჩვენი ხალხი ყველაფერს გაარკვევს. ახლა მთავარია კითხვა, სწორად დაისვას. როგორ გაიგეს ტევფიკის ამბავი? როგორ გაიგეს? ფაქტია, რომ შენგან არ გაუგიათ. საკითხავია, ვინ უთხრა მათ? ზია. რა ხდება? მე გაფრთხილებდი, შვილო. ვიღაც ეხმარება შენს მტრებს. ვიღაც უთვალთვალებს შენს ხალხს. მათ ზევიდან ეხმარებიან. შენი მტრები? შებნემ. შებნემ, მე ხომ გითხარი ქვევით დამელოდეთ მეთქი? არა. ამჯერად ვერ მოვიცდით. ეზელ, მე და შენ ერთ ნავში ვსხედვართ. თუ აქამდე ვერ შენიშნეს. მე ჩემს სიცოცხლეს რისკავ შენი საქმისთვის. ყოველ ჯერზე კარს ნუგვიღებ და გარეთ ნუგვიშვებ, პატარა ბავშვები ვით. ან თუ გინდა გაგვიშო ხოლმე, მაგრამ ახლა არა. გიხვეწები. კუთხეში მეგვემწყდი ეს ზია. დრო აღარ დაგვრჩა. ალი მხოლ საღამომდე მომცავადა და თავის სიტყვა შეასრულებს. ალი კი შეასრულებს სიტყვას, ტევფიკი რას იზამს, ესაა საინტერესო. ტევფიკმა შენაგირჩია, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მან ალის ვერაფერი ვერ უქნა. ის ალის არაფერს არ დაუშავებს. სამაგიეროდ შეიძლება ალიმ მოკლას ტევფიკი. ალი მას ცოცხალს არ დატოვებს. საქმე ის კი არ არის ალი მოკლავს თუ არა ტევფიკს. საქმე ისაა იმის საშუალებას თუ მისცემს, რომ ცოცხალი დარჩეს. ტევფიკმა იცის შენი ამბავი. საკითხავია რა სიტყვის. ან თუ იტყვის რამეს. ტევფიკი არაფერს იტყვის. ვერავინ აიძულებს. მე ასე მგონია. შენ ასე გონია? მეც ვიცნობ ცოტათი იმ ბიჭს. ტევფიკი რამეს თუ იტყვის, ამას შიშის გამო არ გააკეთებს. შეიძლება სინანულის გამო თქვას ყველაფერი. ეს რას ნიშნავს, დიო? რას და იმას, რომ მე თუ მკითხავ, როგორ უნდა მოვიქცეთ, მის გადარჩენაზე კი არა, თავიდან მოშორებაზე უნდა ვიფიქროთ. გესმის, შვილო? ეზელ არა. და თუ კითხავ, როგორ უნდა მოვიქცე? მაგას თუ მკითხავ, ეს იოლი გზა არ იქნება. შენ იოლ გზას არ ირჩევ? ამბებს დაელოდე ჩემგან. მოიცადეთ, მოიცადეთ. ხომ არ მოკლავთ მას? ის ხომ ჩვენი კაცია? მართლა? რა თქმა უნდა. რა მოხდება მე რომ დამიჭირონ? მეც მომიშორებთ თავიდან. შენ რას იზამ, ეტყვი მათ სიმართლეს? მაშინ ვევიტყვი ყველაფერს, როგორც კი მისი მარწუხების კაცუნის ხმას გავიგებ. მაგრამ ეზელი არ მიმატოვებს. თქვი, ხომ არ მიმატოვებ? ასე არ არის ეზელ? არც კამილი მიმატოვებს. ტევფიკიც არ მიმატოვებდა. თქვენ მიმატოვებდით? ამბავს დაელოდე ჩემგან. ეზელ. ტევფიკს გამოვიყვანთ იქიდან, შებნემ. პირდები? ილამშვიდობისა, ტეფო.
დილამშვიდობისა ძმაო. როგორ გადაგიბირა ეზელმა თავის მხარეს? რა შეგვირდა? თქვი დაფო. თქვი? მითხარი. ასე ნუ მიყურებ. ნუ მიყურებ მეთქი ასე. ნუ მიყურებ. მზად ხარ რომ მაწამო? უშენი დაფო. დეფო, რატომ გადახვედი მის მხარეს? ისინი ხომ ჩვენი მტრები არიან. რატომ ხარ მათთან ერთად? არავის მხარეს არ გადავსულ ვარ ძმაუვალი. მე ყოველთვის მათ მხარეს ვიყავი. შენ? რამიზი? და ეზელი? ადრეც? ყოველთვის დეფო. ყოველთვის? რა უნდა გითხრა? მაგრამ მოგვიანებით შენ ხომ ჩემს მხარეს გადმოხვედი? ასე არ არის. ზიამ დაგავალა ჩემი მოკლა, მაგრამ შენ ეს ვერ გააკეთე. მან ხომ დაგავალა? ჩემი მოკლა ხომ დაგავალა? არა. არა არ არსებობს. და ახლა? როცა უმერის ამბავს მიყვებოდი, როცა მარწმუნებდი ბაჰარი გაუშვიო, როცა უკან დამდებდი რომ არაფერი მომსვლოდა. რატომ? ნუ თუ სინამდვილეში ჩემს ამბავს არ განიცდიდი. კარგინდა, ნუ იზამამას. ასე ნუ მომექცევი ძმაო. კარგინდა. ძმაო. ძმაუვალი. მე თვითონ მივედი კანდირალისთან. მე თვითონ მოვკალი ერენი რომ იმას არ მოეკალე. რას ვაკეთებთ დეფო? რა ხდება? ალი მარწუხო. ზია. შენთან არის ის, ვინც მე მეკუთვნის. სულ დამავიწყდა. ისევ შენთან არის? ისევ ჩემთან არის ზია. თუ არ შეწუხდები გამომიგზავნე, მეგობარო. მოდი და წაიყვანე, მეგობარო. მართლა. კარგი. არც ასეთი მნიშვნელოვანია პრინციპში. თუ არ გინდა რომ დამიბრუნო, მაშინ დაიტოვე, მეგობარო. ასეა საქმე. სწორედ ასეა. დანარჩენს როცა გნახავ, მაშინ გეტყვი. ახლავე მითხარი რას ელოდები. ადგილი მითხარი. ოღონდ მარტო მოდი. მეც მაქვს შენთვის სათქმელი. ახლა ამის დრო არ არის, მამა ვერაფერს ვერ ვეტყვი. შენ თუ ვერ ეტყვი, მე ვეტყვი, ეიშან. უნდა შევამოწმოთ ყველაფერი რომ თქვას, უფრო ჭკვიანურად უნდა მოიქცე, ეიშან. უფრო ჭკვიანურად. მამა. ბაჰარ. მოდი აქ ჩემო გოგონა. დასვენება მინდა. დავიღალე. მოდი. არ გინდა ომერზე ვილაპარაკოთ.
შენ იცოდი? რა თქმა უნდა იცოდი. შენც მონაწილეობდი, არა? დაიგო. რატომ? რატომ გააკეთე ეს? შენ გამო ბაჰარ. შენ რომ განკურნებულიყავი. როდიდან ღელავ ჩემზე? შენ მე მარტო მტოვებდი ხოლმე ავადმყოფს. მაშინ რა მოხდა ასეთი? არ გინდა ასეთი ლაპარაკი ბაჰარ. მაგით გულს მტკენ. არა, მე მტკივა გული. როგორ ვერ ხედავთ ამას? დაო. კიდევ რას მიმალავთ? კიდევ ვის დაუნგრიეთ ცხოვრება? ბაჰარ, რატომ ამბობ ამას? შენი კი საერთოდ აღარ მჯერა. ეს ფულის გამო გააკეთი, არა? მიიღე შენი წილი. თქვი? ასეთი რამე ფულის გამო ჩაიდინი, არა? კარგი კმარა. შეხედე შენს დას. ნახე. როგორც თქვენ გულს, რა დაგიშავა? ან შენ რა დააშავე ბაჰარ? შენ რა დააშავე? ო. რა თქმა უნდა დავაშავე. ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ, მაგრამ მე მეტი ძალა აღარ მაქვს. აღარ მინდა კიდევ ვიკამათო შენთან. ბაჰარ, შვილო. ჩვენ რამე უნდა გვექნა, ხო და გავაკეთეთ. მაგრამ მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა. ნუ დაგხოცავ და თავსაც ნუ მოიკლავ. შეხედე შენს დას. ნახე რა მდგომარეობაში აყენებ. არ გეცოდება? ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ ბაჰარ. ერთმანეთის გულისთვის, ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველაფრისთვის არა. კარგი. არ შემიძლია რომ გაგიბრაზდე. რა თქმა უნდა, წუხარ. ომერი გეცოდება, მისი ოჯახი გეცოდება. სამწუხაროა. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. ყველაფერმა ჩაიარა შვილო. სინდისი გაწუხებს თავს იდანაშაულებ, მაგრამ რაღაც სისულელეს ნუ ჩაიდენ, კარგი შვილო. რა სისულელეზე ლაპარაკობ? ჩვენს საიდუმლოზე გელაპარაკები. ჩვენს ოჯახურ საიდუმლოზე. ამას ხომ არავის არ ვეტყვით. გეშინიათ რომ დაგასმენთ? დაიგო. როგორ დაეშვით ამ დონემდე? მე შენ გამომნერვიულობ, შენ კი ამ დროს ცდილობ ჩემგან თავი დაიცვა? დაიგო. მამა. ორი ჭიკა ჩაი. დაიმათ უთხარი. მეგობრებო, ძიას უნდა რომ მარტო დარჩეს. ძია, მარტო დარჩი? როცა ბევრი მეგობარი ყავს, ძნელია მარტო დარჩენა, მეგობარო. მარტო დარჩენა მაშინაა ძნელი, როცა ბევრი მტერი ყავს. თუ ასეა უარი თქვი ყველაფერზე. წადი აქედან და ჩვენც დაგანებებთ თავს, მეგობარო. სწორედ ამიტომ მოვედი. ცოტათი უკვე გიცნობ. უკვე კარგად მეთამაშე. შენ ძლიერი ხარ. ყველაზე ძლიერი, ვისაც კი ვიცნობ. ყველაზე ძლიერი.
დიდი მადლობა მეგობარო. შენს მხარესაა ეზელი. ნამდვილი სატანა. ხორც შესხმული ეშმაკი. როცა თქვენ მიპირისპირდებით, არანაირი შანსი არ მაქვს. მართალს ამბობ მეგობარო. მე მყავდა ბაჰარი. როცა თავს ვახწევდი განსაცდელს და მოდუნების საშუალებას ვაძლევდი ჩემს თავს. მასე ვფიქრობდი, ახლა ის აღარ მყავს. თევფიკი მყავდა. მას ჩემი ესმოდა. მაშინაც კი როცა დაღუპვა მემუქრებოდა. ჩემს გვერდით იყო. ესეც კარგი იყო. ახლა რა ხდება? ახლა აღარაფერი აღარ მაქვს. მარტო ვარ თქვენ წინააღმდეგ. ყველას დასაცინი გავხდები. დიდად ჭკვიანი არ ვარ, მაგრამ არც სულელი ვარ. თქვენ მე გამანადგურებთ. ხომასია. ასეა. სიგიჟესაც აქვს თავისი მომხიბლელობა. მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა შეჩერდე. უნდა დავთანხმდე იმაზე, რასაც ვთავაზობთ და აქედან გავიქცე, ასეა? ასეა. სწორედ ამიტომ მოვედი აქცია. სწორედ ამიტომ. არ გავიქცევი. და არც თევფიქს არ მოგცემთ. არც გარიგებას არ ვაპირებ თქვენთან. თქვით პირდაპირად სათქმელი გაქვთ. რა მითხარი ჩვენი პირველი შეხვედრისას? ნამდვილი კაცი ღიად თამაშობსო. ასეც იქნება ცია. სიკვდილამდე. სიკვდილამდე. ძალიან კარგი. ძე, ეზელ, ჩვენ ვერ შევთანხმდით. ის ბოლომდე იომებს. თევფიკი ცოცხალია? როგორ ჩანს კი, მაგრამ რაელის გაუგებარია. სად არიან ისინი, ძე? შეგიძლია ამის გაგება? ეს მარტივია, ის გველოდება. უკვე მზად არის ხალხის შეკრიბა. ძე, თუ საჭირო იქნება მე მარტო გამოვიყვან ჩემს კაცს. სისულელეს ნუ ჩაიდენ შვილო. ეს სერიოზული საქმეა. აჩქარება არ ივარგებს. დილამდე მოიცადე. გესმის ეზელ? კარგი. რას ვაკეთებთ? რა გეგმა გვაქვს? შებნემ, სახლში შედი. არ გვაქვს არანაირი გეგმა შებნემ. ამჯერად ისე მოვიქცევით როგორც ალი. მივალთ და თევფიქს წამოვიყვანთ. კამილ მანქანა მოამზადე. ახლავე მიდიხართ? არა, ხვალ. მაგრამ ეს ხომ დიდი დროა. შებნემ. მენდე. თევფიქს არ მივატოვებ. ახლა სად მიდიხარ?
რამე სისულელეს ხომ არ ჩაიდენ ეზელ. ნეტავ სისულელის ჩადენა შემძლებოდა კამილ. ეზელებით მოვიქცევი. გეგმიდან გადავუხვიე, იმიტომ რომ ბაჰარის გამო ვნერვიულობდი. ჩემი მტრები დამავიწყდა. კარგად ვერ შევაფასე მათი შესაძლებლობები. საკმარისი იყო ერთი დღით დამესვენა, მხოლოდ ერთი დღით და ყველაფერი დაინგრა. ალი რაღაცას მიხვდა, ჯენგიზიც კი ვერ ისვენებს. ეიშანი? ის ყველაზე სახიფათოა. ეიშანიც უკვე ეჭვობს რაღაცას. ჩემს გეგმას თუ არ დაუბრუნდები, მარტო ტევფიკი კი არა, ყველანი დავიღუპებით. ყოველთვის ერთი და იგივე მეორდება. საკმარისია მათ თანაუგრძნო, რომ მაშინვე მავიწყდება. რა გავიწყდება? რამდენად სახიფათოები არიან ჩემი მეგობრები. საყვარელო გთხოვ შემომხედე. მამამ გაიძულა ეს ყველაფერი არა. ჩემი ბრალი ამისთვის არ უნდა დამეჯერებინა. მე შენგენდობი, ყველაზე მეტად შენგენდობი ამ ქვეყნად. ყვილად მენდობი. ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა დაიკო. ჩემ გამო საყვარელი კაცი გაწირე. მერე კი მეწამართვი საყვარელი კაცი. დამეხმარი ამის გაგებაში. გამაგებინე რა ადამიანი ხარ. კარგი ხარ თუ ცუდი? როგორი ხარ? მითხარი. მე კარგი არ ვარ. უბრალოდ შენ მიყვარ ხარ ძალიან. შენ მეუბნებოდი ყველას ვღუპავ, ვინც მიყვარსა. შენ მე მიღალატე. მე ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დამიშავებია. და რა მომცა ამან? ადამიანებს ცხოვრება დავუნგრიე. შენ მე გადამარჩინე. მაგრამ ურჩხულად მაგციე. მე შენ გამოცუდი ადამიანი გავხდი. შენ მე გამსვარე. ახლა მეც შენნაირი ვარ. გაგვსვარე? მე შენი გულისთვის გავაკეთე. მე მკითხე რამე? უნდა გეკითხა მიღირდა თუ არა ადამიანის მოკლა და ეს ყველაფერი. რატომ არ მითხარი რომ შენი საქციელის გამო მთელი ცხოვრება სინდისი შემაწუხებდა? რატომ არ მითხარი რომ ჩემ გამო ადამიანი მოკვდებოდა? რატომ არ მკითხე ამის შესახებ? ბაჰარ. შენ ხომ არ ფიქრობ ასე? ეზელის გამობრაზობდა, ამიტომ ლაპარაკობასე არა? ეზელის ამბავს არასდროს გაპატიებ. თუმცა არ ვიცი ამის გამო გავბრაზდე შენზე თუ დაგიჩოქო. არ ვიცი რა ვქნა. ვისთან წავიდე? ვის გავუზიარო ჩემი ფიქრები? ვერავის ვერაფერს ვეტყვი. ვერავის. მე აქ ვარ. შენ? შენ ვერაფერს გეტყვი. რატომ? მითხარი, რატომ ვერ მეტყვი? ალო. ეზელ. როცა ღალატი ერთგულების კარებს გააღებს, ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ უფრო ძნელია მარტო დარჩე, ვიდრე ეული იყო. ძმაული. ყველას ერთი ნაბიჯი გვაშორებს ერთმანეთისგან. მაგრამ შეიძლება შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, რათა მარტოობას აარიდო თავი.
და რაოდენ შორსაც არ უნდა იყოთ, როცა ერთი დაიძახებს, მეორე გამოეხმაურება. მოდი ჩემთან. შენს მანქანაში აღარ ჩავჯდები. რატომ? შენ გვერდით ყოფნა სახიფათოა. ხომ ხედავ? მიმართულებაც კი სხვადასხვა გვაქვს. უნდა დამიბრუნდე ეშენ. კი, მაგრამ როგორ? ბაჰარს ვეღარ ვატკენ გულს. ადრევე უნდა მეთქვა სიმართლე. მართალი ხარ. ძალიან დავიბენი. ჩემთვისაც კი მეტის მეტად იდუმალებით მოცული ხარ. ჩვენ ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. მე შენ არაფერში არ გადანაშაულებ. უბრალოდ ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. მაგრამ რატომ გავაკეთეთ ეს? რატომ ვერ შევძელით გაჩერება? ჩვენ ფეხქვეშ მიწაიწვის. არ მინდა. აღარ მინდა ერთ ადგილზე გაჩერება. რამდენჯერაც შენ შემოგხედავ, ჩემი სამყარო იშლება ესელ. თითქოს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგა არა? ღმერთს არ უნდა რომ ერთად ვიყოთ. არავის არ უნდა. ვერ შევძლებთ ერთად ყოფნას. აღარ გენდობი. ასეთი სიყვარული არ არსებობს, ხომ ასეა ეშა? როგორი სიყვარული? თუნდაც ასე იყოს. თუ კი ჩემ გამო პრობლემები გვაქვს, თუ კი ნდობის ღირსი არ ვარ, თუ კი ღელატებ და მიგატოვებ, თუ კი ბოროტის სული ვარ. მაგრამ ახლა თვალებში რომ ჩამხედავ, ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ყველა მიზეზისა, მაინც მენდობი და მაინც გამომიწვდი ხელს. არავის არ შეუძლია ასე სიყვარული. ასეთი სიყვარული არ არსებობს. მე მქონდა ასეთი სიყვარული. ახლაც მაქვს.